გარემოს დაცვის პრობლემებზე მოამბის ციკლი გრძელდება და ამჯერად შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობით დავინტერესდით ნავთობპროდუქტებით, ფეკალური მასებითა და სამოხმარებლო თუ ქიმიური ნარჩენებით დაბინძურებული ზღვა. ექსპერტების მტკიცებით შავი ზღვა ჰიგიენურ მოთხოვნებს ძლივს აკმაყოფილებს. დაბინძურების გამო ზღვის ფლორასა და ფაუნას საფრთხე ექმნება. კონტროლის გარეშე მოქმედი საწარმოები კი საკანალიზაციო თუ ნავთობნარჩენების გაწმენდას არ ახორციელებენ. რამდენად ეფექტურია გარემოს დაცვის მიერ გატარებული სანქციები, ქეთევან ბერაიას რეპორტაჟი. უცხოეთში მე ვიცი რომ მაგალითად იქ რომ დაგინახო რომ ლაქა მოგიზდებს არა შეიძლება დაგაჯარიმებენ აქ ჩემთვის მე არ ვიცი ვინმე დააჯარიმეს და ისე გამორეცხავენ ტანკერებს ისე ყველაფერს ნავთობს ჩაუშვებენ ზღვაში თვითონ საკუთარ ეზოში აქ ხალხი რომ ბანაობს და რაღაცა და ეს უთეხებზე კიდია ზღვის აკვატორიის ნავთობით დაბინძურებისა და საჯარიმო სანქციების შესახებ სრული სტატისტიკა არ არსებობს. მარტო ბათუმის პორტში ყოველ კვირას საშუალოდ 10-მდე გემი შემოდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი გასვლის შემდეგ წყალში სუნი და ლაქები რჩება. არის გარკვეული ხარვეზები, რომელიც აჯუჭყიანებს შავ ზღვას. ესენი არის ფეკალური მასა, რომელიც უშუალოდ ჩაედინება ზღვაში და არის ნაგავსაყრელი. ასევე არის გემებიდან ჩამდინარე ნავთობპროდუქტები. ასეთი შემთხვევები, რომ საკმაოდ ხშირია, ისიც მოწმობს, რომ დღეს გარემოს დამცველებმა ფოთის პორტში თურქული გემის კაპიტანის ზღვაში ფეკალური მასების ჩაღვრის ფაქტზე დაიჭირა და დააჯარიმა. მეჯიკ კაპიტანის მფლობელს გარემოს დაბინძურებისთვის 68,000 ლარის გადახდა დაეკისრა. ფეკალური მასებით ზღვის დაბინძურება არა მხოლოდ გემებიდან ხდება. ზღვისპირა თითქმის ყველა ქალაქისა თუ სოფლის საკანალიზაციო სისტემა წყობრიდან არის გამოსული და წყალი გაუფილტრავად პირდაპირ ან ჯერ მდინარეებში და შემდეგ მაინც ზღვაში ჩაედინება. ვერ გეივლია, აქ აერს ხლაპავენ, ხონდა ისკნათ, ანგელოზე ხონდა ისუნთქოს და იგი საშინელება. ადგილობრივი სტუდია და ხალხის სტუდია, ბავშვები ბანაობს, ბავშვები დადიან, ყველა პატრონი უნდა წვიმების შემდეგ ზღვის სანაპირო ზოლი მთლიანად სამოხმარებლო ნარჩენებით იფარება. ნაგავი ჯერ მდინარეებში ხდება, მდინარიდან კი ზღვაში. აჭარაში ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი სწორედ ჭოროხთან არის მოწყობილი. ამ ადგილიდან სულ რამდენიმე მეტრში მდინარე ზღვას უერთდება. ფეკალური მასები ჩაედინება, კანალიზაციის სისტემა არ არის მოსული და როგორ შეიძლება რომ წყობაში იყოს ის სტანდარტები, რაც არის დაშვებული ევროპული სტანდარტები. ბოლო მონაცემებით ასევე ქიმიური დაბინძურება ხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების შედეგად. გარემოს დაცვაში აცხადებენ, რომ ზღვის წყლის ანალიზისთვის სინჯების აღება მხოლოდ ნაპირიდან 1 ან 2 საზღვაო მილის მოშორებით უნდა მოხდეს. სანაპირო ზოლის კონტროლი კი მხოლოდ ბანაობის სეზონის დროს ხორციელდება. ჩვენი მონიტორინგი ტარდება უშუალოდ ზღვაში, ანუ უფრო ნაპირიდან დაშორებით და უშუალოდ ესეთი დაბინძურება უკვე აღარ ფიქსირდება, თორემ ეს არის დაბინძურება უბრალოდ ჩადინების ადგილებში უშუალოდ, ანუ სადაც მდინარე დაუშვათ ერთვის ზღვა. ძიმე მდგომარეობა ნავთობტერმინალებზე, საიდანაც ნავთობპროდუქტები ზღვაში უხვად ხდება. სწორედ ამიტომ შავ ზღვაში სარეწაო თევზების სახეობებიც ქრება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 26 სახეობიდან მხოლოდ 5 დარჩა. ექსპერტები ამბობენ, რომ თუ მდგომარეობა დროულად არ გამოსწორდა და გარემოს დამცველების მხრიდან კონტროლი არ გამკაცრდა, შედეგები კიდევ უფრო სავალალო იქნება.